სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ელენე, გეძახი და რამდენი ხანი არ გესმის? არ გამიგია. ამდენი რაღაც რატო გადმოყარე? ანა მითხრა რამდენიც კიდე იმდენი რამე წამოიღეო. ოთახს მithმობს. ვერ. ანა კი გითმობს, მაგრამ ვერ დაგტოვებ. აუ, კაი რა დედა, რა გუშხო მითხარი. გითხარი და მაგრამ აუ, კაი რა დედა, შენ თავს გებიცები, ძალიან კარგად მოვიქცევი. ვიცი ჩემო სიცოცხლე კარგად რომ მაიქცევი, უბრალოდ ანა ვერ დაგიტოვებს. ხო ნახე გუში როგორ ცუდად გახდა. ო, მე ძალიან შემოშინა. ხო, მაგრამ თავარია კარგად იქნება. ხო, არა და ძალიან გავერთობოდი. ვიცი და ანასთან რო გირჩევნია, მაგრამ რა ვქნა ვერ დაგტოვებ. ელენე და შენ ხო ჩემი დიდი გოგო ხარ. და არ მოიწყინა რა. აბა უსტამშები მარტო? როგორ გგონია, ეხა მარტო დაგტოვებ? ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო, შენ მარტო როგორ დაგტოვებ, ხა, როგორ? აბა უსტამშები. ეგ ჯერ არ ვიცი ვარჩევ კანდიდატურას, აბა ესეთი ადვილია ჩემი შვილის დატოვება, ჰა? დედა ძალიან. მეც ძალიან მიყვარ ხარ ჩემო სიხარულო. წამოიხა ვისაუზმოთ, ხო? და მე ჩავალაგოთ ესე. კაი. დე, ხოდე. შენ და მამა მიჩუბეთ? ჩანდაბა დამეწყოს. დედა, არ დაგეწევებოდა თვითონ ყლის. დედა, იჩხუბეთ ხო? არა ჟენს გინდა? აუ დედა, გამეცი რა პასუხი. არ გიჩხუბია. აბა მამა რატო წავიდოდა? საქმე ქონდა. აუ დედა, წერა ხომეთა ჩემი დიდი გოგო ხარო. მერე? ხო და ეხა რატო მატყუებ? არ გატყუებდა. საქმე ქონდა. ანჯერა, მაგრამ კაი. Where have we gone? How I'm on that day I lost your easy love. ვაიმე დედა ეგ ჭიქა და დაჯექი თორე გადავირევია ხო? აჰა, დალი. და დავჭდები. აი დავჯექი. და დავმშვიდდი. რა თქმა უნდა და მთავარია შენ იყო მშვიდად და კარგად, თორემ მე გული ამერევა, თუდად გავხდი მაგას რა მნიშვნელობა. იცი რა? აი ეს რამდენიმე თვე მოვითმენ. რაც გინდა ის მითხარი. მადლობა. რას აკეთებ? რას? ვინ გითხრა რომ შენთვის ესე გიჟივი ტრიალი შეიძლება? და ვინ ამიგრძალა? მე არავინ მშვიდად იყავიო გითხრეს. თუ ყველაფერს ხო არ დაგიმართ. კარგი, უკაცრავად ქეთი. რა ხდება ექიმო? დამშვიდით, საგანგაშო არაფერია. მაპატია ძალიან ნერვიულო. დიმ. ბოდიში. მესმის. მოკლედ. დიახ. ანალიზებში სრული სიმშვიდეა. ბავშვის მდგომარეობა და პარამეტრები ზუსტად შეესაბამება ორსულობის ვარიანტს. მე და რატომ მქონდა ასეთი ტკივილები? და ბოდიში. რამე ემოციური და ფიზიკური დატვირთვა ხომ არ გქონდათ? იმიტომ რომ ორგანული ყველაფერი გამოვრიცხეთ. არ ვიცი, შეიძლება ცოტა ვინერვიულე, მაგრამ ცოტა ისეთი არაფერი. მე შეიძლება ექიმო. დედა,
ბოდიში ჩვენ უბრალო ადამიანებს ხანდახან გაკონტროლება გვიჭირს ხოლმე ჩვენი ემოციების. გასაგებია, მაგრამ უნდა შეეცადო. ესეც მე ვარ. ორსულობის ამ ფაზაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ტონუსი აწეულია. რაც შეიძლება კარგად არ დამტკიცო. მე ღმერთმა დაგვიფაროს. არა, მე ყველაზე ცუდი განვითარება გითხარით. ისე დანიშნული არაფერი გაქვთ, არც ვიტამინები, არც მედიკამენტები. ყველაფერი ნორმალურად მიდის. ერთადერთი, რასაც გინიშნებთ, ეს არის სწოლითი რეჟიმი. რამდენი ხნით? მე რა მნიშვნელობა აქვს თავია ბავშვი იყოს კარგად. 9 თვე არ გავანძრევთ თუ საჭიროა? არ არის საჭირო. მაქსიმუმ 2 კვირა. მე შეგიძლია ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროთ. ძალიან კარგი. მადლობა. ახლა საბუთებს გამზადებამდე შეგიძლიათ სახლში წავთანდეთ. ხომარჯობია ეს 1-2 კვირა აქ დავტოვოთ. მაინც მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. არავითარი მეთვალყურეობა ამ პაციენტს არ ჭირდება. დამშვიდეთ. დიდი მადლობა ექიმო დამშვით. ძალიან კარგი. ახლა მე წავიდე თქვენ სიძეს დავამშვიდებ, თორე ისე ნერვიულობს ადამიანის ფერი არ აქვს. ეხლა ვედე კასპერ. ვიცი რომ ადამიანს წინასწარ უნდა დაურეკო და ესე ჯორივით არ უნდა მიადგე, მაგრამ რა ვქნა, ერთი უკულტურო ბიჭი ვარ რა. პირიქით ისე გამიხარდა შენო მოხვედი ელენე მეგონა ეზოდან ამოვიდა და და არ გინდოდ რომ ნავტირალები ენახე, ხო? ძალიან მეტყობა ხო? რა მოხდა? არაფერი. არ გამოჩენილა? არა. რაც გავაგდე იმის მერე აღარ და იმედია მაგაში მაინც ეყოფა ვაშკაცობა და არც გამოჩნდება. კაროჩი რა. აა გინდა არა. ჩაი? არა. იცი რა მინდა? რო ჩამომიწერო რა გჭირდება რა. არაფერი. კარგი რა. ეგ ვარ ჩვენ ერთმანეთისთვის? ხო იცი რა სულ მაქვს შენი იმედი, მაგრამ ეხლა მართლა არაფერი არ მინდა. მარიამ სადარბაზოში ვნახე განცხადება და გადაწყვიტე ვინის გაყიდვა? ხო, ყიდი. რაში მჭირდება ამ ხელა ბინა? მე ელენე და დედა ჩემი ვართ. გავყიდი, კრედიტს გადავიხდი და რაც დამრჩება, იმით რამეს ვიყიდი რა. არ დაგენანება? აი რა. ბინა კი არა. აუ ისე უმწარდები ხოლმე, მინდა რომ გავგლიჯო შუაზე კობა რა. ანუ მართლა გინდა გაყიდვა? კი და რაც უნდა მითხრა, არ გადავიფიქრებ. თუ დახმარება გინდა, შეგიძლია ამ ბინის გაყიდვაში დამეხმარა. ვახ. მის მინდა ერთი მაგარი მაკლერი მყავს რა. იცი ამ ტელეფონში თუ მიწერია მაგის ნომერი. არა. აქ არ მაქვს, მაგრამ ვიპოვი რა. მოეჭველი ვიპოვი. რა კაი იქნება. უი, მე რო გერმანიაში მივდივარ. რა პრობლემაა, რო ჩამოხვალ მე მივხედოთ ამ საქმეს რა. შენ რო დაგიტოვო გასაღები და ამ საქმეს შენ მიხედავ, შეგიძლია? კი, რატომაც არა. მაკლერსაც ამოვიყვან და ამ პერიოდში კლიენტი თუ გამოჩნდება, იმასაც არ დავკარგავთ რა. რა კაი ბიჭი იქნები. ძალიან ხوار შეგეწოხებ. შენი აზრით? კაი ბოდიში აღარ გეტყვი. ცივი ყავა მეც დალია რა. ნაკლით. It's okay. Someday I'm gonna be with you. როგორ ახლა? კარგი. კარგი, გიორგი, ნუ გაქვს ეგეთი შეშფოთებული საქმე. კარგად ვარ. და რა თქვა იმ ექიმს? ბავშვის დაკარგვის საშიშროება არის. ეს აბსოლუტურად ნორმალური არის. როდესაც ტონუსი აწეულია, ყველა ხალხს ჭირს. არა უშავს 1-2 კვირა ვიწვევი და გადაივლის. გაიგე? ნამდვილად. ნამდვილად. აი ეს პარტნიორი როა ჩემი.
იმის წელს ხო არ დაურეგო გინეკოლოგია. არა. არავისთან დარეკვა არ არის საჭირო. ერთადერთი რაზეც გული მწყება ის არის რომ ლონდონში ვარ წამოვა. ექიმმა ფრენა არ შეიძლება უნდა იწვა და ფრენა გაგიჟდი. აი რა. ეხლა უფრო ბევრ ხილს მოგიტან. სიგნებს გიყიდი შენ, ფილმებს ჩამოკაჩავ. ავი დაისვენე რა დასკვნარ. ხო, მაგრამ მაინც ცოტა გული მწყება რომ არ მოვდივარ. არადა როგორ გვინდა და არა უშავს. მაშინ ის გვინდოდა ახლა კიდე მარტო ეს მინდა რომ შემყავდე კარგად რა. კარგად ვარ. და შენ არ ინერვიულო რა. სამში წახვალ, ქეთინოს გადმოვაბრძანებ ჩემთან, თან გაუხარდება რაღაცებს დამალევინებს, უბედურებებს. და შენ ჩამოხვალ რა. მეც აი 1%-ით მაინც უშვებ ხა იმას რომ მე გავფრინდები ლონდონში და შენ ასეთ მდგომარეობაში დაგტოვებ აა? მოიცა. რა მდგომარეობაში? წამოწოლილი ვარ, არაფერს არ ვაკეთებ, ვისვენებ. კარგი რა. და მეც მოგიწვევი ხა. ხუმრობ, ხო? მართლა არაპირებს წასვლას? კარგი რა, გიორგი რა. აბა დაწინაურება, სამსახური, მთელი ცხოვრება ეს გინდოდა. სამსახურში ვიურე, მაგრამ დაწინაურებაზე ძალიან გიდეა ეგრე. ხო, მაგრამ მინდი ხარ 2 თვით, 2 წლით ხო არა? მომისმენე. საერთოდ ჩემი წასვლა დაივიწყე. არ განეხილება მურჩა. მითხარი ახლა რა მოგიტან. არაფერი. უბრალოდ შენი რავი აქ. კაი? აი, ყველაზე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ მაგას რა. მოდი. გამარჯობა ბატონო ბადრი, შეიძლება? გობძანდეთ. როგორ ხართ? არიგად. ეს კობაა ჩემი მეგობარი, ვიზეც წუხალ გელაპარაკით. დავბძანდეთ. ეს არის ხო ის ლეგენდარული კობა? კი. რაზე მუშაობ? ყველაფერზე. აი, თბილისში თუ ნახავთ სადმე კარგ სახლს ან სასტუმროს, თავისი საწოლებით, ავეჯით, კარადებით, ყველაფერი კობას გაკეთებულია. ნუ ეხლა მთლად ყველაფერი არა, მაგრამ ნუ ეხლა ნახევარი მაინც თუ სიმართლეა, ავშენებულ ვარ. კი, ნახევარი ნამდვილად არის. კიდევ დიზაინზეც მუშაობ, რა ვიცი, აკადემია მაქვს დამთავრებული და სასიამოვნოა, მაგრამ დიზაინერი უკვე ყავს. უფრო მუშახელის პრობლემა გვაქვს. აი, თქვენ რო კობას დახატული ნახოთ, ის, რა ქვია იმას, იქამდე რო ხატაო? ესკიზები, მაგრამ მოდი ეხლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მუშათა სიამოვნებით ვიმუშაობ რა. აი, კაც ესე მუშაობა უხაროდეს მეორეს ვერ ნახავთ. ძალიან კარგია. უბრალოდ ეს სამსახური ესე ძალიან რო არ სჭირდებოდეს, მუშად ასეთი კაცის მოცდენა საცუდაობაა. როდიდან შეძლებთ? რა ვიცი, დღეიდან რო შემიძლია ამ წუთიდან. კი ბატონო, მაშინ გავიდეთ და ბიჭებსაც გაგაცნობთ. კი ბატონო. ანუ აიყვანეთ? კი. ოღონდ ერთი თვე შევხედოთ. თუ ზვიადი სიტყვები გამართლდება, მერე ხელფასიც მოიმატებს და ნდობაც. დამიჯერეთ არინარებთ. მადლობა რა. კაი რა მადლობა გობს. მისმნი. ცოტა ხანი აქ იმუშავებ და მერე კასპერასაც გადავუნის რა. თუ მგონია რომ 700 კილო ვიქნები აქედან რო ავდგები. ეს გიორგის მაძალებს რაღაცების ჭამას იქიდან დედა ჩემი. კიდე კაი სასარგებლო მაინც არის. ფოტოში რა. მგონია რომ ძალიან დაგაღალატე თუ გადაგაგდე არ ვიცი. ელენა რო ვერ დავიტოვე. აი მოვაგვარე უკვე გამბავი. როგორ? გიორგი იქნება და გაუღერე. რა საყვარელია რომ ვერ ძლებს უშენად. ჰაი. არ გეუბნებოდი რომ ჩამოვდიოდი, ეს ახლა უფრო გაგახარე. აუ თან ძალიან. შეიძლება შევარ.